კითხვა მექნება, ხოლმე მორიგი რეზოლუცია გადის ევროსაბჭოში, ნარატივები იგივეა, ჩვენ ქრონიკის გადამღებმა ჯგუფმა გუშინ ევროსაბჭოში ბრიტანეთის წარმომადგენელი ჩაწერა, რომელმაც აღიარა და თქვა, რომ ინფორმაციას, ძირითადი ინფორმაციებს იღებს ოპოზიციისგან, რაც ემსახურება მსგავსი ტიპის რეზოლუციები, რომლებიც ხშირად აცდენილია ხოლმე რეალურად. ყველაფერს მივეჩვიეთ უკვე, არ არის საინტერესო ასეთი რეზოლუციები, არც ევროსაბჭოში, არც ევროპარლამენტში. ვიცით, როგორ პროცესი უძღვის ხოლმე წინ ასეთი რეზოლუციების მიღებას და რამდენად სამართლიანი არის ხოლმე ასეთი რეზოლუციები. სწორედ იმის გამო, რომ ყველა ასეთი აქტი არის ხოლმე უსამართლო, საზოგადოებას უკვე არავითარი რეაქციაც კი აღარ აქვს ასეთ დოკუმენტებზე, შესაბამისად არ ჩემთვის არის ეს ყველაფერი საინტერესო. უნდა გითხოთ ბატონო ირაკლი ასევე ისევ დაპირისპირებაზე უნდა გითხოთ რეზოლუციაზე. რეზოლუციის ნაწილს დავაწყებ. დემოკრატიული სამთავრობო სექტორი არის ნახსენები ამ მიმართულებით, აი რა შედეგი შეიძლება ხდეს ამ რეზოლუციას იმ შემთხვევაში თუ ნახლას დამტკიცდა. ჯერ ეს არასამთავრობო სექტორი უკვე გაუგებარი ტერმინია. არასამთავრობო სექტორი არის ყველა ის ადამიანი, რომელიც არ არის სამთავრობო სექტორის წარმომადგენელი და ასეთია 3,5 მილიონი ადამიანი დაახლოებით საქართველოში, ხო? და საერთოდ აბსურდია ყველაფერი, რაზეც ეს ადამიანები საუბრობენ, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, რაც შეეხება დემოკრატიას, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, ეს არის რეალობა და დანარჩენი რაც არის რეზოლუციაში არ არის არავისთვის საინტერესო. დაპირისპირებაზე უნდა გითხოთ ისევ ბატონ ირაკლი ოპოზიციაში, ხო? მიხეილ სააკაშვილი მისგან ახლად მოწოდებული მანუკა ჟორჟოლიანსაც უპირისპირდება, ისევ ძველად დაპირისპირებული ფლანგები, ჟორჟოლიანი, ბოკუჩავა, სხვა პარტიები, ჩერგოლეიშვილი. ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს საგა გარკვეულწილად კვლავ გრძელდება. რა შეგვიძლია? ყველა საინტერესო ის არის, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი არ უნდათ და უნდათ რომ მოუნდეს საზოგადოებას და ეს წარმოუდგენელია. ხო ერთმანეთი როცა არ გინდათ საზოგადოებას ვერ მოუნდები. ეს არის ძალიან მარტივი რეალობა, რომელიც აისახა 2034 წლის არჩევნებზე, 2025 წლის არჩევნებზე, 2020 წლის, 21 წლის არჩევნებზე და ამ რეალობას ვერ გასცდნენ, ხო? რაც ძალიან კარგია საბოლოო ჯამში, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფება, უცხოური აგენტურა. შესაბამისად, რაც მეტად იქნება მორღვეული ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენი პოლიტიკური სისტემისთვის. სიძულვილის ენის სამართლოზე საბოლოო ჯამში ჩვენი მთავარი ამოცანა არის 2028 წლისთვის კოლექტიური ნაცმოძრაობის სრული განეიტრალება. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ძალიან გვეხმარებიან ამ ამოცანის მიღწევაში, მადლობა თითოეულ მათგანს ამისათვის. სიძულვილის ენის სამართლოზე გითხავთ, ბატონო, რომელიც უკვე აქტიურად საქმიანობს, კონკრეტული кейსები იყო, ვიცით რომ არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა, ვის წინააღმდეგ არის გამოყენებული სიძულვილის ენა და შეურაცხყოფელი გამონათქვა, ხო? ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია ამ სამართლოს აქტიური საქმიანობა და ის კონკრეტული кейსები, რაზეც მუშაობს. მე ვიტყოდი, რომ ამ სამართლოს აქვს ძალიან კრიტიკული ამოცანა, ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. ჩვენ გარედან გვახვდნენ თავს სიძულვილს, აგრესიას, რაც არ არის დამახასიათებელი მოვლენა ქართული კულტურისთვის, რაც არ არის ჩვენთვის ორგანული, იმას რა თქმა უნდა დავუპირისპირდეთ, ჩვენ არ გვინდა ვიღაცამ გარედან გააღვიოს ჩვენს ქვეყანაში სიძულვილი და აგრესია და ამ სამართლოს ფუნქცია ეს არის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ოპტიმიზმით უყურებთ ამ სამართლოს მუშაობას და დარწმუნებული ვართ, რომ ამ სამართლოს საქმიანობა გამოიღებს კონკრეტულ შედეგებს. ჩვენ დავუპირისპირდებით მომავალში სიძულვილს და აგრესიას, რომელსაც სრულიად ხელოვნურად გვახვევენ თავს გარედან. გამჭირვალობის კანონის მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ზუსტად ეს იყო, ხო? სიძულვილის თავიდან არიდება. ჩვენ გვინდა 7 ქვეყანა, ჩვენ გვინდა სიმშვიდე ამ ქვეყანაში, ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ჩვენ მოქმედებთ საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად. ბატონო ირაკლი, ევროსაბჭოზე გითხავთ თქვენ ამბობთ ინტერესოა, თუმცა საქართველოს არის ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფო და შესაბამისად იქ მიღებული თუ პარტიაში გადაწყვეტილება არის ჩვენზეც გავლენას ახდენს, ხომ? რატომ არის უინტერესო რეზოლუცია, რომელშიც საუბარია ადამიანის უფლებების დარღვევაზე საქართველოში? თვითონ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტი. არავის არ აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი, არც მისი რეზოლუციები. აქედან გამომდინარე, ვერც პრაქტიკული თვალსაზრისით და ვერც სხვანაირი თვალსაზრისით სიმბოლური კუთხით ჩვენთვის ასეთ რეზოლუციებს ვერ ექნება დატვირთვა. ხო, თვითონ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გაიუფასურა ბოლომდე საკუთარი თავი. ევროსაბჭოს ფარგლებში არის. ხო, თუმცა ამ საპარლამენტო მასე ევროპარლამენტიც ევროკავშირის ფარგლებშია, მაგრამ როგორც ევროპარლამენტმა გაიუფასურა საკუთარი თავი, ასევე გაიუფასურა საკუთარი თავი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც. გადახედეთ უბრალოდ რა მდგომარეობა ევროსაბჭოს საპარლამენტო
ასამბლეაში და თავად დარწმუნდებით ყველაფერში. ევროპარლამენტი ასევე პარალელურად გაიმართება საგარეო საქმეთა კომიტეტის ფარგლებში შეხვედრა, სადაც ისაუბრებენ გაფართოების საკითხებზე. და პასუხად თუ რატომ არ არის საქართველოს მიწვეული, ევროპარლამენტს ასეთი პასუხი აქვს, რომ ის არ აღიარებს საქართველოს პარლამენტს და მის მიერ არჩეულ პრეზიდენტს. ანუ არ აღიარების გამო ვერ მოხდება საქართველოს იმ წრეში, სადაც განიხილავენ ევროკავშირის გაფართოებას. თქვენ რა პასუხი გაქვთ ამაზე? ჩვენ იცით, რომ სხვადასხვა მიმართულებით ვაწარმოებთ პოლიტიკას არაღიარების წინააღმდეგ და ევროპარლამენტის წინააღმდეგაც მზად ვართ, რომ ასეთი პოლიტიკა ვაწარმოოთ. ხო, თქვენ იცით, რომ მაგალითად რუსეთის ფედერაცია და კიდევ 4 სახელმწიფო არაღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიმართ. ანალოგიურად ევროპარლამენტი არაღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ეს მათი საქმეა, ხო, ჩვენ ვაწარმოებთ არაღიარების წინააღმდეგ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას არ აღიარებ, ეს ნიშნავს ბუნებრივია თავდასხმას ქვეყნის სუვერენიტეტზე. რა თქმა უნდა, ეს ასეა. საგზაუდარღვევთან დაკავშირებით ჯარიმები მცირდება რა არის გადაწყვეტილების მთავარი ისე როგორც მაგალითად სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არ აღიარებენ ჩვენს სუვერენიტეტს, ანუ რა იკითხოთ თქვენი? ჩვენ ამ პოლიტიკას დაუპირისპირდებით, ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, როგორც რუსეთის დუმამ, ისე ევროპარლამენტმა. ჩვენი ამოცანა ეს არის და ამაზე ვიმუშავებთ. დუმასა და ევროპარლამენტ შორის ტოლობის ნიშანი ეს მე მგონი ძალიან დაახლოვდნენ, უფრო მეტიც საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს ძალიან წააგავს ევროპარლამენტი დღევანდელი მდგომარეობით, დღევანდელი სულისკვეთებით, იმ საბჭოური მიდგომებით, რომელთაც ისინი მუშაობენ, ეს არის ტრაგიკული მდგომარეობა. ხო, ყველა ხედავს ამას და ამდენად ტრაგიკულ მდგომარეობაშია დღეს ევროპარლამენტი. თუმცა ევროპარლამენტი როცა თქვენ საუბრობთ, ამაზე ერთ კითხვას დავსვამ რა, მომწერალ ბარემ რა. ჩვენ სტატისტიკაც შევაფასეთ, რაც უკავშირდება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას და შესაბამის ჯარიმებს და გაირკვა, რომ ჯარიმების გაზრდამ ამ შემთხვევაში გავლენა არ იქონია სტატისტიკის გაუმჯობესებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვინდა რომ ზედმეტად დავაწვეთ მოსახლეობას თურთად გაზრდილი ჯარიმებით, შესაბამისად ამ ყველაფრის საფუძველზე მივიღეთ ჯარიმების შემცირების გადაწყვეტილება. ახაც თქვენ იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის ინსტიტუციური კუთხით გაძლიერდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფი და გასული პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით წელიწადის რამდენიმე თვის განმავლობაში, იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გავაძევეთ ჩვენ ქვეყნიდან, ვიდრე მთელი გასული 10 წლის განმავლობაში. ხო, ეს არის უკვე პრაქტიკული შედეგი, რაც მოიტანა იმ ინსტიტუციურმა ცვლილებებმა და პოლიტიკის მიდგომის ცვლილებამ, რომელიც განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით აქტიურად გაგრძელდება მუშაობა, უხეში დათვლებით დაახლოებით 20,000 არალეგალი მიგრანტია საქართველოში დღევანდელი მდგომარეობით და ჩვენი მიზანია, რომ არც ერთი არალეგალი მიგრანტი აღარ დარჩეს ქვეყანაში, შესაბამისად ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება. ევროპარლამენტზე კითხვა და ჩაბატონი რას აპირებთ ეს კითხვა გამომდინარე იქიდან, რომ მუდმივად თქვენ ამბობთ, რომ დიალოგისთვის მზად ხართ, რომ თუ კი გაგესაუბრებიან თბილისიდან ბრიუსელში გადაფრინდებით და მოკლედ საუბრისთვის ხართ მზად. რატომ ვერ ახერხებთ ამას, ან რას გააკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ მოლოდინის რეჟიმში მოხერხებაზეა, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, ჩვენ ვართ სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში, როგორც კი დავინახავთ, რომ საბჭოური მიდგომები შეიცვალა ევროპარლამენტში თუ ზოგადად ევროპულ ბიუროკრატიაში, მაშინვე რა თქმა უნდა განახდება დიალოგი. ეს არის მათზე დამოკიდებული, აქედან გამომდინარე ჩვენ ვართ მოლოდინის და სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში. თუმცა რასაც ისინი ეთხოვენ საქართველოსთან ბატონერასთან, რა არის ისეთი რაც თქვენ აბა რას ეთხოვენ? ჩამოთვალეთ და გეტყვით. ადამიანის უფლებების დაცვას. კერძოდ, კონკრეტულად რა? მაინც? კერძოდ, კონკრეტულად მითხარი. 2022 რომელი კანონი? შემდეგ ბევრი კანონი. რომელი ერთი მითხარი? პროტესტის წინააღმდეგ. კი, მე გეტყვით, ახლა რაშია საქმე? დავუშვათ შეკრებები და მანიფესტაციები რო ავიღოთ, ხო? 1 წლის განმავლობაში და მეტი დროის განმავლობაში ქვეყნის ცენტრალური გამზერი იყო გადაგეტილი, შეაწუხეს 150-მა ნაცმა შეაწუხა მთელი საქართველო. და ამის წინააღმდეგ მივიღეთ კანონი და ახლა არ მოწონთ ეს კანონი. აქედან ხო ჩანს, რომ 150 ნაცის მიერ 3,900,000 კაცის შეწუხება მოწონს ევროპარლამენტს. რა თქმა უნდა, ამ კანონს ტროტუარზეც იგივეა, ნახეთ, როგორც კი შეუზღუდეთ, გეტყვით, როგორც კი შეუზღუდეთ რუსთაველის გამზერის გადაგეტვა, მერე დაიწყეს ტროტუარებზე სიარული და ტროტუარების გადაგეტვა. აქაც მივიღეთ კანონი, 150 კაცი რო ხარ დადექი და წყნარად იყავი. სადაც გინდა იქ დადექი ტროტუარზე, ხო არ შეუშალო სხვას ხელი.
ტროტუარზეც არ შეუშალოს სხვა ხელი. ეს კანონი მიღებული იქნა იმის გამო, რომ ისინი კეტავდნენ ტროტუარებს, მანიფესტაციებს აწყობდნენ ტროტუარებზე იმისათვის, რომ დისკომფორტი შეექმნათ 150 კაცი თბილისის მოსახლეობისთვის. ამის წინააღმდეგ მივიღეთ კანონი, აბსოლუტურად გამართული კანონია. ეს არ მოწონს ევროპარლამენტს, გამდის, რომ მათ მოწონთ 150 კაცის მიერ 3.900.000 ადამიანის შეწუხება. არ შეიძლება 150 ნაცი აწუხებდეს 3.900.000 ადამიანს საქართველოში. ბატონო ირაკლი, ეს კანონი ხომ არ არის ერთადერთი, რომელსაც სხვა მითხარით და იქაც პასუხს გაგცემთ. სხვა მითხარით და გაგცემთ პასუხს. შეკრება მანიფესტაცია. რომელი? კიდე სხვა მითხარით. გრანტების კანონია. გრანტების კანონი გიპასუხებთ გრანტებით, გრანტებით საქართველოში ფინანსდებოდა სიძულვილის გაღვივება, აგრესიის გაღვივება, თავდასხმები მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, თავდასხმები სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ და ეს იყო ჩვეულებრივად უხეში საგარეო ინტერვენციის ინსტრუმენტი. ამის წინააღმდეგ იქნა მიღებული გრანტების შესახებ კანონი, ამ კანონის მიღების შემდეგ დავამშვიდეთ და დავაწყნარეთ ჩვენი ქვეყანა. მანამდე იყო 4 წლის განმავლობაში რევოლუციის 5 მცდელობა, რომლებსაც აწყობდნენ სწორედ ამ გრანტებით დაფინანსებული ორგანიზაციები და როდესაც გეუბნება ევროპარლამენტი, რომ ეს კანონი უნდა გაუქმო, ეს ნიშნავს იმას, რომ მე-5 წლის თავზე უნდათ რომ მოაწყონ კიდე მე-6 მცდელობა რევოლუციის და რა თქმა უნდა ამაზე ჩვენ ვერ გვექნება სხვანაირი რეაქცია, ხო, გვექნება ძალიან მკაცრი რეაქცია, თუ ევროპარლამენტს უნდა საქართველოში რევოლუციის მოწყობა მიიღებენ, რა თქმა უნდა შესაბამის პასუხს. ბატონო ირაკლი, ადამიანის უფლებების დაცვაში ისინი გულისხმობენ ამ კანონების გაუქმებასაც და ასევე მოძალადეებს. აი, ამ ორზე გებასუხეთ, ახლა შემდეგი. მოძალადეებთან დაკავშირებითაც. კი, აქაც გადაიდგა ნაბიჯები, როგორც ის. დაზარალებული ადამიანი აქციების დროს 5 სპეცრაზმერის დაკავება არ არის შესაბამისი რეაგირება სახელმწიფოს არის, ნახეთ. და არ არის ეს მხოლოდ ერთი ჩამონათვალი, ასე სათითაოდ რომ არა, მოდით, მესამესაც გებასუხებთ. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც განხორციელდა ძალადობა და სადაც იყო აშკარა დანაშაულის ნიშნები და ამ ფაქტებზე სამართალდამცავ სტრუქტურებს უკვე ჰქონდათ რეაგირება დაახლოებით 1 თვის წინ. და რაც შეეხება მეორე მხარეს, ამასაც ითხოვენ, ხო, ეს მოძალადეები გამოუშვითო, ხო? მოძალადეებს რაც შეეხება 500-ზე მეტი ადამიანი ძალადობა და ყოველდღიურ რეჟიმში და მხოლოდ 30 ადამიანი იქნა დაკავებული და აქაც უნდათ რომ სხვანაირი მიდგომა იყოს. სინამდვილეში ამ ადამიანებს უნდათ ერთადერთი რამ ეს არის სახელმწიფოს დასუსტება, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტება, საერთოდ მათ რო ადამიანის უფლებები არ ადარდებთ, ეს ძალიან კარგად იცის ყველამ, ხო, 2012 წლებში, სწორედ ეს ევროპარლამენტი აპრავებდა ადამიანების წამებას, ადამიანების გაუპატიურებას ციხეებში და ციხეებს გარეთ, ადამიანის უფლები ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ. ერთ-ერთი რაც აინტერესებთ დღეს ამ ადამიანებს, ეს არის ის, რომ როგორმე დააბრუნონ სწორედ ეს წამებლები, ნაცები ხელისუფლებაში და რა თქმა უნდა, მათ ამ მცდელობაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება და პასუხი. და როცა ევროპარლამენტს ადარებს იმას, თქვენ ფიქრობთ, რომ ამით ურთიერთობას უფრო დაათმობთ ვიდრე პირი? მათი საქმეა საკუთარი საბჭოური მიდგომების გადახედვა. მათ საკუთარ საბჭოურ მიდგომებს უნდა გადახედონ, ამ შემთხვევაში ურთიერთობები აღდგება და დაუბრუნდება სწორ ჩარჩოებს. ერთი კითხვა ამ თემაზე მაქვს, რამდენიმე დღის შალვა პაპუაშვილს ჰქონდა პოსტი, სადაც ამბობდა, რომ ეს არ არის ის ევროკავშირი, რომლის გამოც ჩვენ 78 მუხლი შევქმნით კონსტიტუციაში. რომ გქონოდეთ ამის საშუალება გაუქმებდით? არა, კონკრეტულ რამეზე ჰქონდა შალვა პაპუაშვილს ჯერ ერთი საუბარი. საუბარი ჰქონდა იმაზე, რომ ახალი წევრების მიღება უნდა მოხდეს რეალური ხმისუფლების გარეშე. და ნუ ამაზე აქ საუბარი და აქ სპეკულაციების საფუძველი რეალურად არ არსებობს. და ორი მოკლე კითხვა მაქვს, ერთი ეს შეეხება დიდი ბრიტანეთის სანქციების ეფექტს ქართულ არხებზე. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე კომპანია წყვეტს თანამშრომლობას, ბიზნეს ურთიერთობას ამ ორ კომპანიასთან. ისინი დასანქცირების შემდეგ თანამშრომლობდნენ, თუმცა შიდა გამოძიება ჩატარდა. ასეთია ნესტლე და რამდენიმე კომპანია, მოკლედ, რომელიც წყვეტს თანამშრომლობას. რა შეიძლება იყოს ამის გაგრძელება? თქვენ იცით, რომ საქართველოს ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია დაასანქცირა მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერ-მინისტრმა, რომელიც გუშინ ტირილით გადადგა საკუთარი თანამდებობიდან, ხო? ეს არის კარმა, რომელიც მიუბრუნდა ბატონ სტარმერს. სირცხვილია, რაც მოხდა, ეს არის ბრიტანეთის სირცხვილი, იმიტომ რომ ბრიტანეთი ტრადიციულად ითვლება ადამიანის უფლებების სამშობლოდ და ბრიტანეთმა გადაწყვიტა დაეხურა საქართველოს ტელევიზია და თავს დასხმოდა თავისუფალ მედიას ჩვენს ქვეყანაში, ხო? ეს არის რა თქმა უნდა ინგლისის სირცხვილი, ბრიტანეთის სირცხვილი, პირადად სტარმერის სირცხვილი, რომელიც იყო მსოფლიოში ყველაზე ურეიტინგო პრემიერ-მინისტრი. დარჩენი არ არის საინტერესო, ჩვენ გაძლევთ გარანტიას,
რომ არც ტელეკომპანია იმედს და არც ტელეკომპანია პოსტივის არ შეექმნება არავითარი პრობლემები ფუნქციონირების კუთხით და საქართველოში მედიის თავისუფლება იქნება სრულად დაცული, როგორი თავდასხმაც არ უნდა ვიხილოთ ჩვენ ბრიტანული ხელისუფლებიდან საქართველოში მედიის თავისუფლებას. ეს არის გარანტია. კომპანიებისგან იღებს ნული პრობლემა. მე დაგვერდით, თქვენ გახსოვთ დაახლოებით ერთი წლის წინ, თუ როდეს იყო თებერვალში, მე თქვენ დაგვერდით, რომ საქართველოში მედიის თავისუფლებას და მედიას არავითარი პრობლემები არ შეექმნებოდა და ეს პირობა შეგისრულეთ. Ახლაც ზუსტად ასევე გირდებით, რომ არც ტელეკომპანია იმედს და არც ტელეკომპანია პოსტივის არავითარი დანაკლისი არ ექნება და ორივე ტელეკომპანია შეუფერხებლად და ყოველგვარი დანაკლისის გარეშე გააგრძელებს ფუნქციონირებას. ეს ბოლო კითხვა საქართველოს მთავრობამ 47 მილიონ ლარად გადაწყვეტა 595 ახალი ავტომობილის შესყიდვა წელს. იცით ამ კითხვას ხშირად ვსვამთ ხოლმე. როცა მილიონები იხარჯება ახალ ავტომობილში თითქმის ყოველწლიურად. რატომ ხდება რომ ყოველ წელს მილიონობით ლარი ბიუჯეტიდან იხარჯება ახალი ავტომობილების შესაძლებლად? ან ძველების ადმინის ან ყოველ წელს რატომ არის ამისეთი? ნახეთ, მიდგომა არის ასეთი, თუ მანქანას აქვს გავლილი 300.000-ზე 400.000-ზე მეტი, საჭიროა მისი ამოსვლა, იმიტომ რომ მისი შენახვა ხდება უფრო ძვირი, ვიდრე ახლის შეძენა საბოლოო ჯამში, ხო? მარტივი ლოგიკა, გარდა ამისა, ამორტიზებული მანქანით არ შეიძლება იაროს მაგალითად პოლიციელმა, სოფლის მეურნეობის სამინისტროში პირობითად რეინჯერმა და ასე შემდეგ, ხო? რაც შეხება მანქანებს ძირითადი ნაწილი განკუთვნილია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის. თქვენ თუ ამბობთ, რომ ურმით უნდა იაროს რეინჯერმა ან ურმით უნდა იაროს პოლიციელმა და არა მანქანით. რა ვიცი, ეს თქვენი ყოველწელს უნდა მოხდეს, აბა, ყოველწელს არის საჭიროება. რამდენი მანქანა ჭირდება, რამდენი ავტომობილი ჭირდება პოლიციას, რამდენი ავტომობილი ჭირდება სხვა სამართალდამცავ სტრუქტურებს, რამდენი ავტომობილი ჭირდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დათვალეთ და მიხვდებით, რომ ყოველწლიურად ძველები როგორც ხდება ჩამოწერა, ესე უნდა მოხდეს, ხო, რეალიზაცია ხდება შესაბამის ფასად. კარგი, და ამ თემაზე შესყიდვას ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ახორციელებს ბატონები და ამ სიპის შექმნა რატომ გახდა საჭირო? კონსოლიდირებული შესყიდვა გამოცხადდა და ზოგადად კონსოლიდირებული შესყიდვა არის იმისათვის, რომ სახელმწიფომ დაზოგოს თავისი რესურსები, როდესაც კონსოლიდირებული შესყიდვით შეიძენს სახელმწიფო ავტომობილებს, ამ შემთხვევაში ხდება დაახლოებით 20-25%-ით ხარჯების დაზოგვა. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა, ხო? ხარჯების ეკონომია არის თავარი მიზანი, რის გამოც შეიქმნა ეს კონკრეტული სები და რის გამოც გამოცხადდა ამ შემთხვევაში კონსოლიდირებული შესყიდვა.